გავასუფთავოთ ჩვენი ფრჩხილი, ნუნების ქვეშ მტვერი ამოვიღოთ და თავიდან ხელმეორედ წავუსვათ ბაზა და ყველა პრეპარატი და რატო. დაგლების დროს, როგორც ხედავთ, ადგილ-ადგილ შეიძლება ბაზა იყოს მოშორებული და შესაბამისად, სადაც ბაზა არ იქნება, გელს მოჭიდება არ იქნება კარგი. ამიტომ ყველა პრეპარატი წავუსვათ ისევ თავიდან, ფრჩხილის მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც ნატურალური ფრჩხილია, ანუ სადაც გელი არის ქვემოთ იქ არ გვინდა, დეჰიდრატორი პრაიმერი სტანდარტულად და ბაზა ძალიან თხლად და შეზევითი მოძრაობებით. ბაზის გაშრობის შემდგომ ერთ თხელ ფენა გელს ვუსმევთ ყველგან კარგად, ვაკვირდებით ნუნასთან, ნახეთ ლამაზად გამოვიყვანოთ კონტური, რადგანაც წვეთის დადების შემდეგ, გამაგრების წვეთის დადების შემდეგ იდეალურად ლამაზად განაწილდეს ფრჩხილის ზედაპირზე. ამიტომ ამ ეტაპს საგულდაგულოდ ვუყურებთ, არსად არ გვეჩქარება, ნელ-ნელობით სინუსებში და ყველგან ვუსმევთ თხელ ფენას. ამას ვაკეთებთ რისთვის? არაერთხელ გავიმეორე მე წინა ლაივებში და გაკვეთილებში. ეს არის სასრიალო მოედანი, ესე რომ ვთქვათ, ამაზე ამ ერთ თხელ ფენა გელზე კარგად სრიალებს გელი და კარგად ნაწილდება შემდგომ მთელს ფრჩხილის ზედაპირს. ავიღოთ ახლა გელის წვეთი და ნუნასთან ახლოს განვათავსოთ. ამ დროს ფრჩხილი მაქვს ქვემოთ დახრილი იმისათვის, რომ ნუნაში არ ჩამეღვაროს გელი და თანმიმდევრობით ვანაწილებ ერთი მხრიდან მეორე მხარეს ესეთი ღიმილის ზოლი გამომყავს, აქედან და იქედან ნელ-ნელა მიმყავს გელი არაზე. გადავანაწილოთ ახლა ჩვენი გელი გვერდებშიც. და ახლა ამოვატრიალოთ ჩვენი ფრჩხილი. ამოტრიალის შედეგად ვაკვირდებით, სად არის ზედმეტი გელი მოგროვებული. ძირითადი ნაწილი აპექსის ზონაში უნდა იყოს გადანაწილებული და თავისუფალ კიდესკენ უნდა იყოს არაზე. მივაქციოთ ყურადღება ასევე სინუსებში, ჩესტის წერტილებშიც მინიმალური რაოდენობის გელი მაქვს, იმიტომ რომ აპექსის ზონაში საკამარისი რაოდენობის სისქეა იმისათვის, რომ ჩვენი ფრჩხილი არ გადაიღუნოს და არ გადატყდეს. ვამოწმებთ ისევ, ესე თიც-აქეთ ვატრიალებ, რომ გელი ლამაზად გადანაწილდეს. ვაკვირდები ახლა სადმე რამე ზედმეტად ბუგორი ხომ არა გვაქვს, რომ ვამოწმებ სინუსებიდან გამომავალ ხაზებს, რომ თანაბრად და ლამაზად იყოს, არსად არ იყოს ზედმეტი. გავაშრობთ გელს, თუ ფერს არ ვუსმევთ, შეგვიძლია წავუსვათ ტოპი. და ტოპის შემდეგ ეს ახლა ერთფაზიანი გელია და აქ ტოპია არ გვინდა. პრინციპში შეგვიძლია ესეც გაუშვათ მომხმარებელი, მაგრამ თუ ტოპს წავუსმევთ, საბოლოო შემოკლებას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ფორმა საბოლოო იდეალური იერსახე მიეცეს. ასევე მივაქციოთ ყურადღებას ქლიბის მდებარეობას, არც ფრჩხილის ზემოდან დავადოთ ქლიბი, არც ფრჩხილის ქვემოდან, სწორად გქონდეს მიდებული, რომ ლამაზად გამოვიყვანოთ ჩვენი თავისუფალი კიდე. მოკლედ წინ დავუყურებთ ჩვენ ფრჩხილს და არის იდეალურად თხელი ლამაზი, აპექსში საზღვარი სისქე